Ჩორჩანა საგუშაკოს ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში სოფლის ადგილობრივი მკვიდრი ელგუჯა ხარაზიშვილი ეკითხება გამოძიების შეკითხვებს დღესვე უნდა უპასუხოს შიდა ქართლის მაშინდელმა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა. ამავე საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ არის დაბარებული გიორგი გახარია, თუმცა ჯერჯერობით უცნობი აპირებს თუ არა ის სხდომაზე მისვლას. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირადი შურისძიების მორიგი მცდელობა აღნიშნული საქმე. პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური შურისძიების გამო და პოლიტიკური შურისძიების მიზნით ოცნება ამ საქმეს იყენებს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ერთადერთი მიზანი რა მიზანსაც მაშინ გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თავის კოლეგებთან, სხვა სამინისტროებთან ერთად ისახავდა, მიზნად ისახავდა ეს იყო სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი ტერიტორიების და მიწების შენარჩუნება. გიორგი გახარია თავად ინდივიდუალურად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ნახოთ, მე პირადად ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება იქნება ანალოგიური, ის კვლავ მივა ამ კომისიაზე, თუმცა კიდევ მეორე ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება დაველოდოთ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით მე შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ მოქმედებს სახელმწიფო ინტერესთან გამომდინარე. ფეხებზე კიდიათ მათ სოციალური ოკუპაციაც, იმიტომ რომ თლიანად ამ ქვეყნის ოკუპაციისკენ არიან მიდრეკილები. აი ეს არის პოლიტიკური რაღაცა ნაბიჯები, სადაც გახარია საქართველოსთვის და ქართული ოცნება უპირისპირდებიან ერთმანეთს. კლასიკური მაგალითი არის ივანიშვილის პოლიტიკური აი ამ რაღაცა თამაშის. მაშინდელი ჩვენი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებას, ბატონი გახარიას გადაწყვეტილებას, რომელიც აღმოჩნდა რომ არავისთან არ იყო შეთანხმებული და გავლილი და თვითნებური ქმედება იყო, ამას მოყვა 100 ჰექტარის მიტაცება ოკუპანტის მხრიდან. არა მხოლოდ ეს, ძალიან დიდი რისკი იყო, რომ ეს კონფლიქტში გადაზრდილიყო და კიდე ჩვენს რაღაც საომარ-მოქმედებებში ყოფილიყავით გახვეული საქართველოს. აქედან გამომდინარე, დაისვა ეს საკითხი კომისიაზე, მიდის მსჯელობა, ჩვენ მოვისმენთ ყველა მხარების პოზიციას, მაგრამ ფაქტი ერთია. აი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების შედეგად მივიღეთ ის, რომ ბორდერიზაცია კიდე 100 ჰექტრით გადმოიწია აქეთ. კითხვა დაისვა, რატო იყო ეს? რით იყო არგუმენტირებული და ეს თვითნებობა რით იყო განპირობებული? კითხვა დავსვით. ამასთან დაკავშირებით მივიღებთ აგერ, რამდენიც ვიცი, მოდის თვითონ კომისიაზე და უპასუხებს.